შებოდაო და. ხოდა მაგას გეუბნებით. უკვე დაწყებულია? დაწყებულია შედიოთები. არა. მეგონი დაწყებული. კარგი. ვინ ახალ გამეცარა? მე ვარ დამი. დამიანი ხარ? უბრალოდ მისტერ დამი. მისტერ დამიანი. მოგვიყევი შენი ყოველდღიურობა როგორია? დილით ნაშვები იღვიძებ, საბიტი ხარ, რასაკეთებ და ამ შემდეგ. პირველ რიგში ვიღვიძებ. მერე მივდივარ გამოსაცვლელად და მერე ვემზადები სკოლისთვის. ეს არის ქურთუკი, ბოტასები, ქუდი, ხელთათმანები და ჩანთა. და დავალებები, რომ წავიღო და გავაკეთო. წავიღო არა, მაგრამ ანუ გაკეთებულიები რომ წავიღო. გაკეთებულები რომ წაიღო დავალება. ხო. კაი ეგრეა. კაი. მოდი სკოლამდე სხვა რაღაც კითხვებს დაგისვო და მე სკოლაზე გადავიდეთ. კაი. კაი. სიგი, რატო გადაწყვიტე პოდკასტის ჩაწერა? აი დღევანდელი ჩაწერა რატო გადაწყვიტე? რა გინდა? ხალხს რო უთხრა, ან ბავშვებს? ზუსტად არ ვიცი რა. ცოტა ინტერტეინმენტი რო გავაკეთოთ. ინტერტეინმენტი გინდა? როგორ ფიქრობ, რთულია იუთუბერობა? ან მაგდაგვარი ვიდეოები? ცოტა. ნელ-ნელა რთულდება. ნელა რთულდება, მაგრამ ქსიამოვნებს? არა. ქსიამოვნის პროცესი ჩაწერის. პროცესი ანუ ის ვერ ვასწრებ ბევრ ვიდეოებს. ეგ არ მომწონს, იმიტომ რომ სკოლა მაქვს. რო ვერ წერთ ბევრ ვიდეოებს, ეგ არ მოგწონს შენ. ბევრი დრო. რომელი გაკვეთილი მოგწონს საკაკვეთილო პროცესი, რომელი განსაკუთრებით? განსაკუთრებით მათემატიკა, იმიტომ რომ ადვილია ჩემთვის. შენთვის ადვილია მათემატიკა? ეხა რასაც სწავლობ სკოლაში მათემატიკას იცოდი უკვე თუ ახალ სწავლობ რამის კიდე? რაღაცებს ახალს. რაღაცებს ახალს. გაყოფა რავი, დაშლა, კიდე დამრგვალება და ეგეთებს ვსწავლობ. დამრგვალება. ეს სკოლის დირექტორი რო იყო შენ? რა წესებს შემოიღებდი ან რას შეცვლიდი და ასე შემდეგ. აი, კარგად რო დაფიქრდე და მიპასუხო. კარგად. ხო, აი. რო ვიყო ამხელა და დირექტორი ვიყო. მე ისა არ ვასწავლედი ბავშვებს. არ ვასწავლედი ცოტას. ოღონდ და თითქმის მთელი დღე ეზოში იქნებოდნენ. მთელი დღე ეზოში იქნებოდნენ და გაკვეთილები კლასში არ ჩატარდებოდა, ხო? ხო და თან ტელეფონი ვიყავთ, აი ამი ყველაფერი და რო უყურებენ ყველაფერს. ეგრე წარმოვიდგენ მე. ან ტელეფონები გინდა სკოლაში? რო უყურონ, როცა უნდათ? ხო. და როცა უნდა ეხლა ვამბობ 8 წლიდან და დიდი რო ვიქნები, როგორც არის ისე იქნებოდა. რა არის შემდეგი კითხვა? აი, ეს გეტყვია. თუ გინდა შეძამისვი რამე კითხვა, თუ გაქვს. კაი, დაგისვამ მაგაზე. არ გაკითხვა. კი. აბა. ეხლა მოგკითხო? ხო, თუ გინდა ხვალ მითხარი. არა, კაი, ეხლა გეტყვი. ანუ ნახე Roblox-თან შედარება Brawl Stars-თან. ანუ როგორ მოგწონს, ანუ აღწერე თან როგორი ის არის რა მუღამები აქვს ამ ორ თამაშს. და 10-დან 0-მდე, ანუ
0-დან 10-მდე დაუწერე ვარსკვლავები, რომელი უფრო მოწონს რა? Roblox-ი -1000 ალბათ. 0-მდე. ყველაზე საშინელი. ხო. 0-ის დაბლა ნიშნულია. ხო. ჩემთვის. ხო, მაგაში გეთანხმებოდა Brawl Stars-ი როგორ მოხდა? Brawl Stars-ი ალბათ ესე 10-დან? ხო, 10-დან. 10-დან ალბათ დაუწერდი 7-6. ხო, მეც ეგ მეგონა. ხო, ნორმალურია. ხო, მაგალითად, ზოგი კი არა, ყველა თამაში ისეთია, რომ ანუ მუღამი არ აქვს და ანუ რაღაც დადიხარ, იღებ რაღაც რაღაცებს, ფულებს, მე ვიღაცა გართმევს, მე ვიღაცა წარწმევ და ადრე რო ვთამაშობდი, ტვინი. რა ხდება ტვინი? ანუ brain rot ხო ქვია და ტვინი ხო იცი რას ნიშნავს ამავიწყდა. ტვინი დამილპა ხო ტვინი. ხო. რავი, რამე Brawl Stars-ი ეგეთი რამე ითამაშო. Subway, მაგალითად მაგას რეკლამებიც არ აქვს. არც Brawl Stars. რავი, დღეში საათი წუთი? ალბათ საათი ნორმალურია. საათი. ან ნახევარი საათი რა ეგეთი. კეთახმები. ან საათი და 10 წუთი ზოგჯერ ამატებენ მშობლები რა. ამატებენ ხოლმე ხო? ოკეი. ესე იგი, ვინ არის შენი ყველაზე სასაცილო მეგობარი და რას აკეთებს ხოლმე ისიც, რომ გაცინებს? სკოლაში. სკოლიდან. ზუსტად რავი. აი შეიძლება ბევრი თქვა. რამდენიც გინდა თქვენ? კაი. მაშინ ეს არის პირველი მგონი ერეკლე. რომელიც ჩემი მეგობარი ხო რა დაივიწყე წაშალა. ანუ პირველი არის ერეკლე. და ანუ ერეკლე იმით მაცინებს რომ დასვენება გაქვს და რას აკეთებს? ანუ დასვენება რო გვაქვს, გადის რა ტუალეტში და მეც რომ მივდივარ ხვდები რა. და ანუ ის მირბის და ვინც ბოლო ის გოგო და მე ვამბობ ისა ვინც პირველი ის ტიტული. ეგრე ყველაზე არის დანიელზეც არის. აი, მაგრამ პირველი მაინც ერეკლე გამოყავი, ხო? კი. სასაცილო ბიჭია ესე იგი, გაცინებს. ან რაღაცა აბრაკადაბრაკა ჩუჩუჩუჩუბე. ეგეთი. აი. შესვენებებზე ყველაზე აი შესვენებები. და ერეკლეზე კიდე რაღაცა უნდა. აბა. ანუ რაღაცა ის არის რა. ანუ ჰარი პოტერი. გრემბობს. ხო, ანუ ეგრე არა, მაგრამ ყველაფერი ჰარი პოტერის აქვს. ყველაფერი ჰარი პოტერის აქვს, ესე იგი. და არ ხვით ჰარი პოტერი ბიჭი. ერეკლემ რო ნახოს ეს ვიდეო რა. აუგზავნოთ. კაი. შესვენებაზე აი ყველაზე მაგარი გასართობი შენთვის რა არის? რავი, ტუალეტში წასვლის გარდა არაფერი არ არის. კაი. აბა რა. ტუალეტში წასვლა გასართობი. აბა რა უნდა ვქნა? ტუალეტში არა, მაგრამ წყალს რო ვავსებ. და ტუალეტში რომ მივდივარ, იცი რატო? რატო და ანუ უფრო ის არის რა, ზოგჯერ მხვდება მეგობრები საალაეგეთები რა, ერეკლეც რა, სასაც ჰარი პოტერ კაცი უფრო სწორად რა და ანუ ხო და ანუ ერეკლე
და ჩვენ რაღაცა კიდე იგივე, ვინც ბოლო ის გოგო, ვინც პირველი ის ტიტვალი ეგრე ვარს რა, სულ ეგრე. ხო, გარეთ როგორ ერთობით რავი, ეზოში. ხარ ფეხბურთს ხან არა, მაგრამ ფეხბურთს თამაშობ სულ. ესე იგი, რომელი საგანი გონია, რომ მომავალში ყველაზე მეტად გამოგადგება? რავი, ინგლისური სხვა ქვეყნებში რო წავიდე. ხო. ინგლისური? უკვე ვიცი, მაგრამ ანუ წერა გამომადგება და კითხვა ინგლისურის. ჯერ კარგადაც არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი მომავალში. ხო, მომავალის გეგმები გაქვს. ინგლისურის გარდა, რომელს შეისწავლიდი? ესპანურს. ესპანური. მეტი? გერმანს. ესპანური, გერმანული. კაი, ფრანგული არ გინდა? არ. ფრანგული არ გინდა. არ რთულია. რთული. ყველა რთულია ეგრე. ესპანური ადვილია. მე რო იყო 8 წლის. წარმოიდგინე. იმეგობრებდი ჩემთან? და რატო იმეგობრებდი? თუ არ იმეგობრებდი? კი ვიმეგობრებდი. რატო იმეგობრებდი? არ ვიცი. არ ვიცი. ხო. ანუ უფრო მეგობარი რომ არის იმიტომ. ყავს, მაგრამ რომ უფრო მყავდეს ბევრი. ყავს, მაგრამ უფრო რო ყავდეს? უფრო მეტი რომ მყავდეს, მაგას ნიშნავს. უფრო მეტი მეგობარი გინდა რომ ყავდეს. რას ფიქრობ, აი, ბევრი მეგობარი რა შეჭირდება? უფრო რავი, ცოტა ფან იქნება? ფან ჯგუფი შევქნას. ტელეფონებში არა, მაგრამ ანუ გუნდი რა რაღაცა. მეგობრების გუნდი რა და რავი, ერთად სადმე რო ვიაროთ ეგრე. და რავი, ხო, მაგას ვფიქრობ მე. და მე რავი 35 წლის. შენ რას ანუ მეგობრებოდი თუ ან რავი, რა მე რო 35 წლის რას გააკეთებ? შენ იქნებოდი ჩემი საუკეთესო მეგობარი. შენ ისედაც ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი. ცოდი? Number 1. აი, გრავიტაცია ხო იცი რაც არის? ეს გრავიტაცია ზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. კი. აი, წარმოიდგინე რომ ერთი წუთით დაფიქრდი ოღონდ კარგად. წარმოიდგინე გრავიტაცია რო გაითიშოს. დედამიწაზე ერთი წუთით. რა მოხდებოდა? რა მოხდებოდა ერთი წუთი უკრა. მაშინ 5 წამი. ანუ 5 წამი რო იყოს გათიშული გრავიტაცია ან გაქრეს უბრალოდ. ანუ ყველაფერი დაიშლებოდა. სახლები დაინგრეოდა წამად. და ანუ ადამიანები ჰაერში აფრინდებოდნენ და როცა გაითიშებოდა დავარდნებოდნენ ადამიანები. არა, პირიქით, რო ჩაირთვებოდა, დავარდებოდნენ. ხო და მაგას გეუბნები. გაითიშებოდაო და. ხო და მაგას გეუბნები თქო. ესე იგი თავიდან მითხარი რა იქ. ესე იგი როგორ მოხდებოდა, ვერ მივხვდი. ანუ რა მოხდებოდა და ანუ კორპუსები და სახლები დაინგრეოდა. ადამიანები ჰაერში აფრინდებოდნენ და როცა მოვიდოდა გრავიტაცია ანუ დაეცემოდნენ ძირს და შეიძლება ზვალი მოიტეხონ ან რამე ეგეთი. ხო. კიდე რავი სოფლები დაიმტრეოდა ან გაფუჭდებოდა ან წარმოიდგინე თან ზღვა
ხო, თან ზღვა დიდ ტალღებს ავიდოდა. კიდე, რავი, და 5 წამი თან ძალიან ცოტაა და ეს ყველაფერი რაც ვთქვი, ეხლა ერთად ხდება 1 წამში. და 5 წამი იგივე რო ქრას, ანუ 5 ჯერ. და მამამ რო თქვას ისა 1 წუთი, მან საერთოდ რა ვიცი დედამიწა განადგურდებოდა. შენი აზრით ისა მომავალში, ანუ მაგალითად 2040. ხო. 40-იან წლებში ან 50-იან. ხო. ისა როგორი იქნება რები, იქნება გამოგონილი. მაგალითად, ფრინავი მანქანა დაიგეთები. ფრინავი მანქანა დაიგეთები, ხო? ხო. просто უკვე გამოგონებული არის მანქანები ფრინავი. და ეგ სავარაუდოდ უფრო განვითარდება. ეგ ვიცი. კარგად. ბისტის ვიდეოში ვნახე. ხო. მაგრამ ჯერ არ იყიდება ბევრი. და სავარაუდოდ მაგ დროისთვის უკვე იქნება. მაგ დროისთვის სულ იქნება. კი, იქნება. ოღონდ ალბათ რამე სპეციალური გზები უნდა გააკეთონ მაგისთვის. საჰაერო. ხო, გზაზე უნდა გააკეთონ. სადაც პარკინგი არ შეიძლება. ანუ ზოგჯერ ხო რაღაც მანქანა არის, როცა მიდიხარ და რამეს დაეჯახები და რამე სპეციალური გზა რო იყოს, რო რიგი იყოს, როგორც ადამიანები არიან რა და ბევრი რო იყოს ეს სამყაროში დედამიწაზე რა ესეთი რაღაცეები და რო შეგვდეს რამე შეგიძლია აფრინდე პირდაპირ თუ რამე საცობი გვხვდება რუკაზე როგორც ანუ მაგალითად ესე არის რა რომ ილონ მასკს ხო აქვს 7 მილიარდი თუ 7 კი არა 700 მილიარდი თუ 800 მილიარდი ეგ რომ მისცეს 1 მილიონი რომ მისცეს ყველა ადამიანს მაგალითად ანუ იცი რა არ იქნება გამოსავალი ყველას რომ მისცეს ყველას ფული ექნებოდა ფული რო ყველას ქონდეს მორჩებოდნენ მუშაობას მაღაზიები არ იქნებოდა და არაფერში შეგეძლებოდა დახარჯვა მაგ ფულს ანუ გაუფასურდებოდა ფული ხო? ხო, რა და ტყუილა გექნებოდა და ნელ-ნელა ფულით გაქრებოდა. ეგ არის ფულის გაუფასურება. ხო, აი დაახლოებით ეგეთია. საფრთხე არსებობს, რომ რობოტები ადამიანებს დაიპყრობენ მომავალში? არა. იმიტომ რომ ხო, ანუ რობოტი არ არის რა ნამდვილი, მაგრამ ვფიქრობ რა, ანუ რობოტები გზნობენ, რობოტები ანუ ხედავენ, ანუ ცოცხლები არიან, ანუ გზნობენ რომ ცოცხლები არიან, აბა როგორ დადიან და ისა რა. ეგ არის უცნაური ჩემთვის. რობოტი ადამიანისგან მით განსხვავდება დღეს? რითი და ის ნამდვილი არ არის. რას ნიშნავს ნამდვილი შენთვის? რას ნიშნავს და ანუ რაღაცა, ანუ ხელოვნური. მაგიტომაც ქვია ხელოვნური. არა ნამდვილი და ნამდვილი არის ხელოვნური რო არ არის. ანუ მთლად არა, მაგრამ ანუ ცოტა ინსტრუმენტებზე და ეგრე არა, მაგრამ ანუ ადამიანების და რობოტების იმაზე კი ეგრე არის. ეხლა ისე დავამსგავსე რომ ნორმალური პიანინო ცუდია თქო. ხო, ესე იგი შენ გიფიქრია იმაზე, აქვს თუ არა რობოტებს ხელოვნური ინტელექტი ცნობიერი, ხო? გზნობა აქვთ, ხასიათი. ფიქრობენ. ხო, ხელოვნური ინტელექტი მე მგონია, რომ უფრო დაწერილი კოდია, რომ შენ რაღაცაში დაგეხმაროს. ხო, ეგრე დაახლა. არ მგონია, რომ ადამიანები აზროვნებდეს.
ადამიანის ტვინი ბევრად უფრო რთულია ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი. ხო. ადამიანის ტვინზე უფრო რთული რამე მე მგონი არ არსებობს. ხო, ეგრე. ეგრეა. და შენი აზრით შეიძლება რომ ოდესმე ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღოს ცნობიერი. აი როგორც მე და შენ ვაცნობიერებთ და გრძნობთ ჩვენს სხეულს თავს აღვიქვავთ ცნობებს გვიყვარს. შეიძლება რობოტსაც ეგრე ქონდეს ოდესმე შენი აზრით? ოდესმე კი. ოდესმე კი? ხო. აი მანდ მერე კაი. აგვერხება. და დღეიდან ეს ვიდეო მორჩა. კიდე მქონდა კითხვები. ორი კითხვა მაქვს. კაი, ეს საშო. ორი კითხვა და მორჩეს. ხო, შენს დაიღალე, ხო? იცი რამდენი ხანია ეს რამ. ეთერში ვარ, საათზე მეტი. რა არის ისეთი რაღაცა, რომ ბავშვებმა იციან და დიდებმა არ იციან, შენი აზრით, აი, დიდებმა რა არ იციან, რაც თქვენ ბავშვებმა იცით. არ ვიცი. ზუსტად რო გითხრა, ანუ წარმოდგენით, მე ვფიქრობ ასე, რომ ანუ რაღაცას რო იტყუებიან. ან ხო რა, რაღაცას რო იტყუებიან და სიმართლეს რო არ ამბობ. ატყუარები არიან დიდები? არა, პატარებზე. პატარები არიან მატყუარები? ზოგჯერ. ანუ მე ვფიქრობ, ოკეი. შეიძლება ეგრე დიდებიც მას მოიტყუან რა? ზოგჯერ პატარა რო ხარ კი. კაი, მოდი მაშინ ეს სიკითხვა კიდე. წარმოიდგინე რომ ჩემ ხელა ხარ რა, 30 წლის 15 თუ ვინა 30. სრულწლოვანი ხარ რა. ოღონდ როგორ იცი? აი უცებ გაიღვიძე და დიდი სხეული გაქვს. დიდი ხარ რა? ხო. რას გააკეთებდი? პირველი. გავიხეხავდით კბილებს. და პირის. პირის ღრუს მოვლა აუცილებელია. და მოაჩენდი რომ სხვა სახე გარდა მან მერე რა სარკეში ჩავიყურებოდი, როცა ჩავისწრებდი. ან არა, ჩავიხედავდი რა და აღმოვაჩენდი, რომ ჩემი ტანცაცმელი დაპატარავდა. და გაიხარდებოდა გეწყინებოდა. რავი, აბა რა მეწყინებოდა. იმიტომ რომ ის აბა რა უნდა ჩამესვა. და დიდი რო იქნებოდი ეგ გაგიხარდებოდა თუ კი, გამიხარდებოდა. და რას გააკეთებდი? დიდი რო ხარ? რას და freedom-ს გავაკეთებთ. დიდებს რა რის გაკეთება უწევთ ხოლმე? მუშაობის. და შენ რაზე იმუშავებდი? რაზე ვიმუშავებდი და მე ვიმუშავებდი რომ ვიყო მეცნიერი. ხო, და ესეც ასე ეს ვიდეოც დამთავრდა. არ დაგავიწყდეთ გამოწერა და ლაიკი და კარგად.